ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. თემა დღევანდელი ჩვენი საუბრისა გახლავთ ქრისტიანული სრულყოფილების გაგება. ამ თემას ეხება სულთმოფენობიდან მე-12 შვიდეულის საკვირაო წირვის სახარება, ეს გახლავთ სახარება მათესი, მე-19 თავის მე-16-დან 26 მუხლის ჩათვლით. წავიკითხოთ ტექსტი სახარებისა. აჰა, მოვინმე უხდა მას და რქუა, მოძღვარო სახიერო, რაი კეთილი ვქმნე, რათა მაგ უნდეს ცხოვრება საუკუნო. ხოლო იესო რქუა მას, რაისა მეტყვი მე სახიერით. არავინ არ სახიერი გარდა მხოლო ღმერთი. ხოლო უკუე თუ გნებავს ცხოვრებასა შესვლაი, დაიმარხენ ცნებანი. რქუა მას რომელნი? ხოლო იესო რქუა მას. ვით არ მეტ არა კაცკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილის სამო პატივეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყვარო მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი. რქუა მას ჭაბუკან მან. ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან. რაიღა მაკლს მე. რქუა მას იესო. უკუე თუ გნებავს, რათა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი. და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე. და ვითარცა ესმა სიტყვა ესე ჭაბუკსა მას, წარვიდა მწუხარე, რამე თუ იყო იგი მდიდარ ფრიად. ხოლო იესო რქუა მოწაფეთა თვისთა. ამინ გეტყვი თქვენ. რამე თუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა. და მერმე გეტყვი თქვენ, უადვილეს არს აკლემი განსვლად ხრელსა ნემსისასა, ვიდრე მდიდარი შესვლად სასუფეველსა ცათასა. ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა მისთა, განუკვირდებოდა ფრიად და იტყოდეს და ვისმე ხელეწიფების ცხოვრებად. მოხედა იესო და რქუა მათ. კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღვთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს. ჩვენ ამ სახარებაში ხედავთ ძალიან საინტერესო პიროვნებას, რომელიც არის ახალგაზრდა და ფრიად მდიდარი და სხვა מחარებლები ამბობენ, რომ იგი მთავარი იყო, ანუ მაღალი თანამდებობის პირიც იყო და ესეთი შემკული ყველა ამქვეყნიური მიწიერი სიკეთით ადამიანი აღმოჩნდა, რომ გამოირჩევა კიდევ იმითი, რომ მასში არის დიდი სწრაფვა სულიერი სრულყოფისაკენ. რადგანაც იგი ეკითხება მოდის იესო ქრისტესთან და ეკითხება, რომ რა არის საჭირო იმისთვის, რომ მან დაიმკვიდროს საუკუნო ცხოვრება. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი არ გამორიცხავს, რომ რაღაცა არის კიდევ ისეთი, თქვათ, რაც მან არ იცის, ანუ ის ჩანს, რომ ის ეძიებს ამ საუკუნო ცხოვრების დამკვიდრების გზებს, მაგრამ თქვათ და ალბათ ცდილობს ასე იცხოვროს, ეს ჩანს, რომ ეს მისი ინტერესია და შესაბამისად მას სურს, რომ უფრო სრულყოფილად აღასრულოს ეს საქმე და დაიმკვიდროს ეს სასუფეველი, ანუ საუკუნო ცხოვრება. და მაცხოვარი პასუხობს, რომ ცნებები უნდა დაიმარხო. იგი შეეკითხება, რომელ ცნებას გულისხმობს მაცხოვარი და მაცხოვარი
ფაქტიურად 10 მცნებიდან მოყავს რამოდენიმე მცნება, რაც ფაქტიურად გულისხმობს, რომ ეუბნება, რომ 10 მცნება დაიმარხა. პასუხი ასეთია, რომ ყრმობიდანვე, ანუ ბავშვობიდანვე ამ მცნებებს იგი ამ მცნებების მიხედვით ცხოვრობს, ანუ დაუმარხავს, ნიშნავს, რომ ასე ვთქვათ, ამ აღასრულებს მათ, გიცეთ ერთგულია ამ ცხოვრების წესის და კითხვას ვამს, რა იღა მაკლს მე, ანუ რა მაკლია მე, ანუ კიდევ ხომ არ არის რაღაც საჭირო, გარდა იმისა, რასაც მე ვაკეთებ. თავისთავად ამ კითხვაში არის ასეთი სურვილი, რომ ადამიანი არ დაკმაყოფილდეს მიღწეულით და მაცხოვარი პასუხობს, რომ უკეთ სურს იყოს სრულყოფილი, მაშინ შენ უნდა გაყიდო ყოველივე შენი ქონება, მონაგები, დაურიგო გლახაკებს და გექნება საუნჯე ცათაშინა. და შემდეგ მოხვიდე და შემომიდგემე და გახდე, ესე იგი, დადგე აი ამ სულიერი ცხოვრების გზაზე, სრული მორჩილებით, სრული თავის უარყოფით. აი ამ, ასე იგი, პასუხზე რეაქცია ახალგაზრდა ჭაბუკისა იყო შემდეგი. იგი დამწუხდა, ანუ ის მიხვდა, რომ ამას ვერ შეძლებდა და ვერ შეძლებდა, იმიტომ რომ მას ჰქონდა ძალიან დიდი სიმდიდრე. დიდი ქონება და მას არ შეეძლო ასე ამაზე უარის თქმა. ანუ აღმოჩნდა, რომ იგი არ არის მზად სრულყოფისათვის, იმ სრულყოფისათვის, რომლისკენაც მაცხოვარი მოუწოდებს. ამის შემდეგ მაცხოვარი მიმართავს მოწაფეებს და ეუბნება, რომ დიდარი ძნელად შევა სასუფეველში. ანუ ძალიან ძნელია დიდრისთვის სასუფეველში შესვლა. უფრო ადვილია, რომ აქლემი ნემსის ყუთში გაძვრეს, ვიდრე მდიდარი შევიდეს სასუფეველში. რა იგულისხმება ამ შემთხვევაში, რატომ არის ძნელი მდიდრისთვის სასუფეველში შესვლა? მიზეზი არის არა სიმდიდრე თავისთავად, არამედ სიმდიდრისადმი დამოკიდებულება. როგორც წესი, დაცემული ბუნების მქონე ადამიანისთვის, რომელიც ყოველი ადამიანი 60-დან გადევნის შემდეგ კაცობრიობის ყოველი წარმომადგენელი თითოეული ადამიანის არის ბუნება, ესე ვთქვათ, მიდრეკილი ცოდვისადმი, ანუ დაცემულია ბუნება, დასნეულებულია ბუნება, ძნელია, ესე იგი, სრული უარყოფა საკუთარი თავისა. და შესაბამისად ადამიანების გაგება სრულყოფისაკენ, სრულყოფილების, სრულყოფილი ცხოვრების, სრულყოფილი სულიერი ცხოვრების გაგება არის გამომდინარე იმ შესაძლებლობებიდან, რომელიც ადამიანებს გააჩნიათ და თუ ადამიანი თავის შესაძლებლობების შესაბამისად ცხოვრობს და აკეთებს თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს, ითვლება, რომ აი იგი უკვე სრულყოფილია და სრულყოფის გზაზეა და აი ასეთი იყვნენ მართლები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ ცნებების დაცვას და ასეთი ადამიანები საზოგადოებაში ითვლებოდნენ წარჩინებულ ადამიანებად, ღირსეულ ადამიანებად, დამსახურებულ ადამიანებად, თუმცა ასე მიაჩნდათ თავი. აი განსხვავება აი ამ ჭაბუკისა ის იყო, რომ ის მიუხედავად იმისა, რომ ასე ცხოვრობდა და ამ ყველა წესს ასრულებდა, მაინც კითხვა ქონდა, ებადებოდა კითხვა, რომ აი ხო არ არის რაღაცა კიდე უფრო მეტი საჭირო სრულყოფისათვის და ეს კითხვა რასაკვირველია იყო ძალიან, ესე იგი, მისი ღირსების მაჩვენებელი იყო, რომ ის არ იყო ბოლომდე თვითმკმაყოფილი, მაგრამ აი ის, რომ მან ვერ შეძლო ქრისტიანული სრულყოფილების აი ამ გზაზე დადგომა, ეს ნიშნავდა იმას, რომ მისთვის მაქსიმუმი სრულყოფილებისა იყო ადამიანური
აი ამ არასრულყოფილი ადამიანის მიერ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გაკეთება. აი ეს არის პრინციპული განსხვავება ქრისტიანული სრულყოფის გაგებასა და ნებისმიერი სხვა სრულყოფის მე ვიტყოდი აი მართალი ადამიანის ღირსეული ადამიანის ასე ვთქვათ შეფასებას და ქრისტიანულ შეფასებას შორის აი რა არის ღირსეული ქრისტიანულად და ვთქვათ არაქრისტიანულად და ეს არაქრისტიანული ესე იგი ნორმა ცხოვრებისა ეს არის მიწიერი ადამიანური გონების საფუძველზე ადამიანური ესეთი შესაძლებლობების საფუძველზე ესე იგი რაღაცა სიმაღლის მიღწევა. როცა ადამიანები ეგუებიან რაღაც თავის არასრულყოფილებას და ცდილობენ რომ ამ არასრულყოფილებაში მაქსიმალურ სიკეთეს მიაღწიონ. და აი ამას სამწუხაროდ ეგუებიან და ხშირად თვითკმაყოფილებაშიც არიან თვლიან რომ მათ თავისი ვალი მოიხადეს, შეასრულეს. და ის სინდისი რომელიც ეუბნება რომ არა ეს არ არის სწორე რაღაცა მეტია საჭირო აი ამ სინდისის ხმას თანდათან ადამიანი ახშობს ამბობს რომ აი მას მეტი არ შეუძლია მან თავისი მაქსიმუმი გააკეთა და ხშირად როდესაც აი თანამედროვე ადამიანს ეუბნებიან რომ აი საჭიროა აღსარების თქმა საჭიროა სინანული მეტი ესე ვთქვათ უკმაყოფილება საკუთარი თავით საერთო პასუხი არის ასეთი კაცი არ მომიკლავს ვთქვათ არ მომიპარავს არ ბრუშობ და ნუ ესე იგი თუ ასე ვცხოვრობ მე საზოგადოების აი ჯანსაღი წევრი ვარ და ჩემი ვალ მოხდილი ვარ ღვთისა და ერისა და საზოგადოების წინაშე აი ესეთი დამოკიდებულება ესე იგი ეს არის დამოკიდებულება როდესაც ადამიანი კმაყოფილდება თავისი ადამიანური შესაძლებლობების ნუ ვთქვათ მაღალ ხარისხში განხორციელებით ამ შესაძლებლობებს მაგრამ აი სწორედ ესეთი ხედვა ქრისტესობამდეც იყო ქრისტიანობაშიც იყო და დღესაც არის რომ ჩვენ ვამბობთ რომ აი ჩვენ წმინდანები არა ვართ ჩვენ რაღაცა აი რაც ადამიანს რაღაც მიეცა ღმერთისგან სულიერი და ფიზიკური ძალები ამის მიხედვით ვცდილობთ ვიცხოვროთ და აი თავს ვიკავებთ სასიკვდილო ცოდვებისგან და ნუ მეტი ჩვენ არაფერი მოგვეთხოვება ნუ ჩვენ წმინდანები არა ვართ ანუ წმინდანობა თითქოს ეს არის ესე ვთქვათ არჩევანი ნებაყოფლობითი ვისაც უნდა შეიძლება ესე მოინდომა და მიაღწია მაგრამ ვინც არ მიაღწია მას ეს არ მოეთხოვება აი აქ არის მთავარი განსხვავება ქრისტიანული სრულყოფილების გაგებასა და მიწიერი ანუ არა სულიერი ესე ვთქვათ სრულყოფილების გაგებას შორის და ეს თანამედროვე ცხოვრებაშიც არის აი ამის მიზეზი არის ის რომ დღეს აბსოლუტური უმრავლესობა მონათლული მართლმადიდებლებისა ვერ ახერხებენ ეკლესიურ ცხოვრებას. ეს იმისtom ხდება, რომ მათ ცნობიერებაში ისინი თავის ვალ მოხდილები არიან ღვთისა და ერის წინაშე, იმიტომ რომ რაღაც აი სასიკვდილო ცოდვებს არ ჩადიან და ვთქვათ აი ცდილობენ ასე საზოგადოებაში რაღაცა თავისი რაღაც წვლილი შეიტანონ თავისი ესე ვთქვათ ნორმალური ცხოვრებით. და აი აქ არის სხვა შორის სწორედ კითხვა რომ კი მაგრამ ვის შეუძლია ეს რომ არ იყოს აი ამ ესე ვთქვათ დამოკიდებული თავის მდგომარეობაზე, თავის პირობებზე, არ იყოს ასე თავისუფალი იყოს ასე ვთქვათ მიწიერი კეთილდღეობის ასეთი პირობებისაგან ვის შეუძლია ნუ განა ვინმე შეუძლია ფაქტიურად არავის არ შეუძლია ეს მოციქულების კითხვა ასეთი რომ მოციქულებსაც მიუხედავად იმისა რომ მათ ყველაფერი დატოვეს მოციქულებიც მაინც ჯერ არ არიან თავისუფალი ამ მიწიერი
სოფხედველობისაგან. ისინი, როდესაც მაცხოვრის უკვე იერუსალიმში შესვლა უნდა მოხდეს და რაღაც ელოდებიან, რომ რაღაც აი მესია უნდა გაცხადდეს და უნდა ფაქტიურად მოლოდინი არის, რომ მესია უნდა გახდეს ძლევამოსილი ხელმწიფე ისრაელისა. და აი დაიწყოს ესე იგი ისრაელის განდიდება, გაბრწყინვება და ეს ფაქტიურად აი ეს აღთქმული მესია მოიტანს 60-ს დედამიწას. და აი ამ დროს ამის მოლოდინში რო არიან, მიუხედავად იმისა, რომ მაცხვარი ეუბნება, რომ აი ჯვარცმა ელოდება მას, აი ისინი მაინც მიდიან და თან ისეთი რჩეულები იაკობი და იოანე ზებედესნი მიდიან და ეუბნებიან, რომ აი შენ რო დიდებით, ასე ვთქვათ, აღიჭურვები შენ დიდებით, ხელმწიფებით, რომ აი ერთი შენ მარჯვენით დაგვადგინე, მეორე, ანუ რაღაც ფაქტობრივად თანამდებობებს ითხოვენ. ანუ მიწიერი დიდება არის მაინც მათ ცნობიერებაში მიზანი და აი შესფოთენ ისინიც და ამბობენ, რომ ნუ თუ ვინმე შეუძლია ასე სრული უარყოფა საკუთარი თავის. და აი აქ უკვე არის უკვე განმარტება წმინდა ქრისტიანული, ასე ვთქვათ, ზნეობის ქრისტიანული აი სიღრმის რომ რა არის ქრისტიანული მცნება? ქრისტიანული მცნება არის აბსოლუტური სრულყოფილება, ანუ წმინდანობა. და ეს სწორედ კითხვას ვამენ, რომ ნუ ახლა ვის შეუძლია, ნუ ერთეულებს შეუძლიათ, აბა უმრავლესობა რა დაიღუპოს? და აქ არის არაჩვეულებრივი პასუხი მაცხოვრის. ისე უნება, რომ კაცთაგან ეს ყოველივე შეუძლებელია. დიახ, ადამიანური ლოგიკა ამას ამბობს. ეს აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს შეუძლებელია. რაღაც ერთეულებს ალბათ რაღაც ღვთის განგებულებით შეუძლიათ ასე დადგენ საკუთარ თავზე მაღლა, მაგრამ უმრავლესობისთვის ეს შეუძლებელია. მაგრამ და ამას ეგუებიან, მაგრამ აი მათი სწორედ მცირედ მორწმუნეობა იმაშია, რომ ისინი ვერ ხვდებიან და ვერ გულისხმობენ, რომ ღმერთი ყოვლის შემძლეა და თუ ისინი თუ მათი რწმენა ჭეშმარიტი იქნება, მათ უნდა იცოდნენ, რომ ღმერთის დახმარებით მათ ყველაფერი შეუძლიათ. მათ შეუძლიათ გადალახონ თავიანთი ადამიანური შეზღუდულობა და აი ამით ამთავრებს აი ამ პასუხს მაცხოვარი კითხვაზე, რომ ნუ თუ ვინმე შეუძლია, ვის შეუძლია ცხოვრება, ვის შეუძლია აი ასე განთავისუფლდეს თავისი ადამიანური უძლურებიდან, მიჯაჭვულობისაგან და პასუხი არის ასეთი კაცთაგან ესე შეუძლებელია, ხოლო ღვთისა მიერ ყოველივე შესაძლებელია. დიახ, ქრისტიანობა ეს არის სინერგიული ცნობიერება და სინერგიული ცხოვრების წესი. ვერც ერთ ცნებას ადამიანი ვერ შეასრულებს ღვთის მადლთან კავშირის გარეშე. ღვთის ნების გათვალისწინების, ანუ საკუთარი ნების ღმერთის ნებასთან შეერთების გარეშე და საკუთარი ძალების ღვთაებრივ ენერგიაზე დაფუძნების გარეშე და ღვთის მადლთან შეერთების გარეშე ვერც ერთი ადამიანი ვერ ცნებას ვერ შეასრულებს. ისინიც კი, ვინც ასე ცხოვრობენ, ცდილობენ, რომ აი სწორედ სინერგიული ცხოვრების წესით იცხოვრონ, ისინიც ყოველთვის ვერ ახერხებენ, რომ სრულყოფილნი იყვნენ, მაგრამ განსხვავება მათ შორის და თქვათ ადამიანური სრულყოფილების გაგების მქონე ადამიანებს და საზოგადოებას შორის ის არის, რომ ამ პრინციპით ქრისტიანული სრულყოფილების გზაზე მდგომი ადამიანი, ეკლესიური ადამიანი, ეძიებს სრულყოფილებას. ანუ მუდამ ისწრაფვი შეიძლება ყოველთვის ვერ აღწევს, ან შეიძლება ხშირადაც ვერ აღწევს, იშვიათად აღწევს ამ სრულყოფილებას, მაგრამ არასოდეს არ წყვეტს სრულყოფილებისკენ სწრაფვას და ამიტომაც გრიგოლ ნოსელი ბრძანებს, რომ სრულყოფილება არის სწრაფვა სრულყოფილებისაკენ. აი ეკლესიური ცხოვრება ეს არის არ შეგუება ადამიანის შეზღუდულობასთან, ადამიანის არასრულყოფილებასთან. და აი ამ
შეზღუდული ესე ვთქვათ, წარმოდგენებით ცხოვრება. აი თანამედროვე საზოგადოებას და ნებისმიერ ეპოქაში ყველა საზოგადოება აი რაღაცა ესე ვთქვათ, აი ამ ახალგაზრდა ჭაბუკის გავსად ფაქტიურად ცხოვრობს მიწიერი ლოგიკით, ამ ქვეყნიური ლოგიკით, ადამიანური შესაძლებლობების საფუძველზე ხდება ესეც ნეობრივი ნორმების განსაზღვრა და მთელი საზოგადოება ამაზე თან ხვდება და ხდება ესეთი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება, რომ აი რა შეიძლება, რა არ შეიძლება და ძირითადად ეს ყველაფერი არის რასაკვირველია დაცემული სნეული ბუნების მქონე ადამიანის, ესე იგი ზნეობრივი შესაძლებლობები, რაც არასრულყოფილია და რაც ყოველთვის განვითარების, ესე ვთქვათ, ზღვარი, ესე ვთქვათ, ჩაკეტილია, ესე იგი რაღაც ძალიან დაბალია განვითარების ზღვარი და იმის იქით არ ხდება და ამიტომაც ასეთი საზოგადოება ბუნებრივია ბოროტებას ასე ადვილად ვერ დაამარცხებს. და სწორედ ის რაც ხდება, თქვა სოფლიოში, ქრისტიანულ სამყაროში, ქრისტიანულ ქვეყნებში, საქართველოში მათ შორის. ეს არის სწორედ აი ვერ გადალახვა აი ამ ისეთი წინააღმდეგობებისა, რომელიც ადამიანური ესე ვთქვათ, ძალით ვერ დაიძლება, ღვთის მადლით დაიძლება მხოლოდ და ეს ღვთის მადლთან მუდმივი კავშირი, ღვთის მადლთან ესე იგი ღვთის მადლის საფუძველზე მოქმედება და აი ამ სრულყოფისკენ მუდმივი სწრაფვა, აი ეს არის ქრისტიანობა. და ამიტომ ეკლესიური ცხოვრება აძლევს ამის საშუალებას ადამიანს. ეკლესიურ ცხოვრებაში ხდება მუდმივი განახლება, ადამიანის სულიერი ძალების აღდგენა, ცოდვებისგან განთავისუფლება და ეს არის რითაც ადამიანი მუდმივად ისწრაფვის სრულყოფილებისაკენ და გადალახავს თავის ადამიანურ შეზღუდულობას, არასრულყოფილებას. აი ეს არის ქრისტიანობა და ამიტომაც მაგრამ ამის კეთება ამ გზაზე დგომა ნიშნავს ძალიან მაღალი პასუხისგებლობის განცდას, უკომპრომისობას საკუთარ სინდისთან, საკუთარ ესე იგი საკუთარ შინაგან ხმასთან, რომ რა შინაგანი ხმა ითხოვს, რომ იყოს ადამიანი სრულყოფილი, იყოს ადამიანი ესე ვთქვათ, მუდმივად განვითარების სრულყოფის გზაზე, არ იყოს შეგუებული. აი ეს სწორედ სინანული არის უკმაყოფილობა იმითი, რომ ჩვენ ვართ აი ამ არასრულყოფილი ცხოვრების, ესე ვთქვათ, დონეზე და შეზღუდული არსებობის დონეზე. აი ეს სინანული არის უკმაყოფილება და მუდმივად ჩვენ უნდა ვეცადოთ, აი დავძლიოთ ჩვენი უძლურება, ჩვენი არასრულყოფილება და აი ეს არის ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ღვთის შეწევნით და ეს ღვთის შეწევნა ჩვენ გვენიჭება ქრისტიანული ცხოვრების პროცესში და ამ პროცესში განსაკუთრებული საყრდენი და საფუძველი არის ღმერთთან სინერგიული კავშირი, ანუ მისტიური კავშირი, შეერთება ვთქვათ, მის სწავლების საფუძველზე მოქმედება და მისი მადლის საფუძველზე მოქმედება, ხოლო ეს მადლი მოგვენიჭება საეკლესიო საიდუმლოებებში. ამიტომ ეკლესიაში ყოფნა, ანუ ფაქტიურად ეკლესია ეს არის ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების შეერთების ადგილი, შერწყმის ადგილი და აი ამ ეკლესიის გარეშე ეს კავშირი სუსტდება და მე საერთოდ წყდება და ამიტომაც მრავლდება ცოდვები, ადამიანთა ცოდვები. და დღევანდელი საზოგადოება იმიტომ არის დამძიმებული, იმიტომ მას არ შეუძლია მოთმინება, მას არ შეუძლია მიტევება, მას არ შეუძლია სიყვარული, სიხარულის განცდა ძალიან შემცირებულია, მღელვარება ძალიან მაღალ ხარისხშია, განკითხვა არის თვითკმაყოფილება ძალიან დიდი და ესე ვთქვათ, შეურიგებლობა, დაპირისპირება, აი ეს ყველაფერი არის სწორედ ადამიანური ძალებით ცხოვრების საზოგადოების ნიშანი და აი ქრისტიანული საზოგადოება არის თავისუფალი აი ამ შეზღუდულობისაგან და აი ყოველ შემთხვევაში ჩვენ უბრუნდებით ამას ბოლო 10 წლეულებია ჩვენი პატრიარქის წინამძღოლობით უკვე 58 წელია მისი წინამძღოლობით ქართველი ერი უბრუნდება და რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ვინც უკვე დაუბრუნდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მთელი ერი უნდა დაუბრუნდეს ამ გზას, რადგანაც ერის
მთლიანობა არის აუცილებელი, რომ ჩვენ იმ წინააღმდეგობებს გაუძლოთ, რომელიც იყო ყოველთვის სოფლიოში, წუთის სოფელში და დღესაც არის და დღეს მატულობს, იმიტომ რომ ნაწინასწარმეტყველებია, რომ ბოლო ჟამს რწმენა განქარდება, სიყვარული დაიშრიტება და ცოდვა გამრავლდება და ეს დიდი ცოდვა, როცა დიდია ცოდვა მთელ სოფლიოში, მით უმეტეს გლობალურ სოფლიოში, ინტეგრირებულ სოფლიოში და ყველაფერი ჩვენ რაც ხდება ყველგან ჩვენზე მოქმედებს და გავლენას ახდენს, აი მაშინ ჩვენ მხოლოდ აი ესეთი ერთსულოვნება ქრისტეს ქრისტიანული ცხოვრების წესში ერთსულოვნება დაგვიცავს და გადაგვარჩენს და ამიტომ არის სწორედ აუცილებელი ეკლესიური ცხოვრების წესი და სინერგიული ცნობიერება და სინერგიული ცხოვრების წესი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მრავალ დღესასწაულს დაგვასწროს, გვიახლოვდება მომავალ წელს ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი და აი ეს წელი უნდა გახდეს ჩვენთვის რაღაცა ახლიდან დაბადების წელი. აი მეორედ მოქცევა არის დაწყებული პატრიარქის მოღვაწეობით და ალბათ აი როგორც ნინომ დააგვირგვინა ანდრიას დაწყებული მოქცევა ქართლისა, აი ესე ამ თარიღმა ალბათ ამ თარიღზე ჩვენ და დავაგვირგვინოთ მოქცევა, ისევ მეორედ მოქცევა, ანუ ქრისტეს წიაღში დაბრუნება, დედა ეკლესიის წიაღში დაბრუნება, აი ამ ღმერთკაცობრივი ორგანიზმის კვლავ ნაწილად გახდება, რაც მხოლოდ ეკლესიაში ხდება. იესო ქრისტეს ეკლესია არის სხეული ქრისტესი და აი მასში ყოფნა და ეს ხდება მხოლოდ სინერგიული ცნობიერებით და სინერგიული ცხოვრების წესით. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მრავალს დაგასროთ. ჩვენთან არს ღმერთი.